დაკანონებული უსამართლობა. ანუ როდესაც გვაქვს კანონი, რომელიც არის უკიდურესად უსამართლო და დაქვემდებარებული პირი უფროსის ბრძანების საფუძველზე ზუსტად ამ კანონის შესაბამისად მოქმედებს, შეიძლება თუ არა ამ პირებს დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზუსტად ეს საკითხი გახდა განხილვის საგანი გერმანიის უზენაესი სასამართლოს ყველაზე გახმაურებულ საქმეებში, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც ბერლინის კედლის გუშაგების საქმეების სახელით. მოგესალმებით, მე ვარ ნატალი გოგიაშვილი და მე გაცნობ გერმანიის უზენაესი სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოცემულ საქმეში კი საკითხი ეხებოდა შემდეგს. ბერლინის კედლის აშენების შემდეგ ბერლინის კედლის გუშაგებმა 239 ადამიანი მოკლეს, როდესაც ეს ადამიანები ცდილობდნენ აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში გადასულიყვნენ. როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, ყველა ამ გუშაგის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გუშაგები სასამართლო პროცესზე მიიჩნევდნენ, რომ იყვნენ უდანაშაულოები და ძირითადად ორ არგუმენტს იშველიებდნენ. პირველი, ისინი ამბობდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ კანონს ასრულებდნენ და მეორე, ისინი იყვნენ ბრძანების შემსრულებლები და არა ბრძანების გამცემები. ორივე არგუმენტი სიმართლეს შეესაბამებოდა. გერმანიის უზენაესმა სასამართლომ არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა და ყველა მათგანი დამნაშავეცნო. ხოლო დასასაბუთებლად მიუთითა რადბრუხის ცნობილ ფორმულაზე, რომელიც ამბობს, რომ თუ კანონი არის უკიდურესად უსამართლო, არ შეიძლება აღნიშნული კანონი იყოს გამოყენებული. რაც გქონდა სახელზე მოცემულ შემთხვევაში, იმიტომ რომ უდანაშაულო შეუიარაღებელი ადამიანების მოკვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ცდილობენ რომ გადავიდნენ, არის უკიდურესად უსამართლო და არასწორი. შესაბამისად, გერმანიის უზენაესმა სასამართლომ დამნაშავეცნო არა მხოლოდ ბრძანების შემსრულებლები, არამედ ასევე ბრძანების გამცემები. ხოლო თვითონ ამ კონსტრუქციას უწოდა თეთა ჰინთა თეთა, ანუ დამნაშავის უკან. თუ თქვენ გაინტერესებთ გერმანიის უზენაესი სასამართლოს კიდევ სხვა გადაწყვეტილებები, შეგიძლიათ ეს გადაწყვეტილებები ნახოთ როგორც ჩემს YouTube გვერდზე, ასევე Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე.